მთავრობის გადაწყვეტილება პოლიტიკური დღის წესრიგის და ოპოზიციის კრიტიკის ახალი თემა ხდება. ახალი თავი 34 წლიანი ურთიერთობის ისტორიაში ჩინეთთან ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას ხელისუფლების ოპონენტების საგარეო კურსის ცვლილების შესახებ ბრალდებებით ხვდებიან. აქცენტი ამერიკასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაუარესებაზე კეთდება. რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება და რა სარგებელს მიიღებს საქართველოს გუშინ პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი შეთანხმებიდან. განმარტებებისთვის დღეს პრემიერმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. ბოლო 3 წელში გახშირებული ვიზიტები, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, ახალი ავიარეისები, მეტი ქართული პროდუქტი ჩინურ ბაზარზე და გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა. რის შედეგადაც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის ქვეყანა ახლა საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სიაში მესამე ადგილს იკავებს. კრიტიკოსებს მმართველი გუნდი ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ჩინეთთან კავშირების გაღრმავების სურვილს და კონკრეტულ ვიზიტებს ახსენებს. თანასწორობაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი შედეგებით და დიდი სარგებლით. ასე აღწერს ქართული ოცნება ჩინეთთან ბოლო პერიოდის ურთიერთობას და მსგავს პარტნიორობას ელის ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც, რომელმაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ბოლოს შეაჩერა. სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის. სტრატეგიული პარტნიორობა ორმხრივი სარგებლითა და ურთიერთპატივისცემით, ასე პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის 3 წელს აფასებს. ეს გამოცდილება კი ირაკლი კობახიძეს ახლა იმის იმედს აძლევს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს ახალი შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც ორი ქვეყანა სტრატეგიულიდან ახალ ყოვლისმომცველ სტრატეგიული თანამშრომლობის ეტაპზე გადადის. გამოცდილება კი პრემიერ-მინისტრის თქმით ასახულია კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა თუ თანამშრომლობის სავაჭრო ეკონომიკურ ციფრებში. ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირ წვლილი აქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში. 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში 45%-ით გაიზარდა. დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის იკავებს მესამე ადგილს საერთო ვაჭრობის მიხედვით და მეორე ადგილს ქართული წარმოების ექსპორტის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა. სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით მზარდ პროცენტულ მაჩვენებლებში ასახული თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითად მიაჩნია მმართველ გუნდს პოლიტიკურ ნაწილშიც. ამ შემთხვევაში კი ხელისუფლება აქცენტს სამართლიანობაზე, თანასწორუფლებიანობასა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე აკეთებს. შესაბამისად, როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებული არიან, რომ ყოვლის მომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადასული თანამშრომლობა ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს კიდევ უფრო საინტერესოს და სარგებელზე ორიენტირებულს გახდის. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის უდიდესი მასშტაბის სუპერსახელმწიფო, ჩინეთის ხელისუფლებამ ჩვენთან თანამშრომლობა განავითარა უმოკლეს დროში და მაქსიმალური ეფექტიანობით. რაც განსაკუთრებით ასაფასებელია, ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია. საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიური არის, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივახდინეთ სულ რამდენიმე წელში. ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ეს არის უვიზო მიმოსვლა მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან, ასე რომ ამ ყველაფერს თავისი შედეგი მოაქვს, როგორც ეკონომიკური სახით, ისე რა თქმა უნდა ქვეყნის ზოგადად განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ, როდესაც ქვეყანას აქვს ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში ჩინეთთან. ასე რა თქმა უნდა ხელშესახებია ის შედეგები, რომელიც ამ პარტნიორობას მოაქვს. ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ ოპოზიციაში, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები საგარეო კურსზე საუბრისას აქცენტს ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეჩერებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქცევა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის საპირწონედ. ოპოზიცია ჩინეთთან გაღრმავებულ თანამშრომლობაზე საუბრისას გასულ კვირას გაეროში საქართველოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნების შესახებ წარდგენილ რეზოლუციას ახსენებს, რომელზეც ჩინურმა მხარემ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ჩინეთთან ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთი ამ შემთხვევაში
ნამდვილად არ გახავთ ოკუპანტი ქვეყანა განსხვავებით რუსეთისა, თუმცა გაეროს შესაბამის ხტომებაზე მათ არ დაუჭირეს მხარი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. თუ ჩინეთს არ ექნება ძალიან მკაფიო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ მათთან ასეთი ახლო სტრატეგიული ურთიერთობა არის ცოტათი აუხსნელი. მოდი პირდაპირ ვთქვათ. ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ წინააღმდეგი ვართ ეკონომიკური ან სავაჭრო ურთიერთობით ჩინეთთან ან ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, მაგრამ სტრატეგიული ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, რომელიც მანამდე არსებულ ძალიან მრავალწლიან სტრატეგიულ ურთიერთობას გიფუჭებს, ეს რა თქმა უნდა სწორი არ არის. ერთხელ მაინც თუ კითხეს ჩინეთს, კითხვა თუ დაუსვეს, რატომ არ დაუჭირა ჩინეთმა გაეროში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი. ამ რეზოლუციის მხარდაჭერასა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას შორის არავითარი კავშირი არ არის. ჩინეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობას. ანალოგიურად არის მაგალითად ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ისრაელი, რომელმაც ასევე არ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას, მაგრამ ისრაელიც მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები. ასე მმართველი გუნდი ქვეყნის შიგნით ოპოზიციის კითხვებსა და კრიტიკას პასუხობს, თუმცა დღეს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა იმ ბრალდებებსა და კრიტიკასაც, რომელიც ჩინეთთან ურთიერთობის მიმართულებით ქვეყნის გარედან მოდის. მაგალითად, კიდევ ერთხელ შეახსენა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩინეთთან ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს, რომლის თანაავტორობითაც 2 დღის წინ წარმომადგენელთა პალატაში ახალი კანონ-პროექტი დარეგისტრირდა კავკასიაში ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე და რომელზე საუბრისასაც უილსონმა ქართული ოცნება მორიგ ჯერზე პროჩინურ და პროირანულ ხელისუფლებად მოიხსენია. პირველ რიგში ვთხოვდით, რომ არ გააგებინოთ ჯო უილსონს იმის შესახებ, რომ ცოტა ხნის წინ მისი პრეზიდენტი ბატონი ტრამპი იყო ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით. ეს რომ გაიგოს, მე მგონი ინერვულებს თან ასაკიც ისეთი აქვს, რომ ის ინერვულობა არ შეიძლება. ხედავთ, რომ თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები, მისი ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი მაქსიმუმს აკეთებს ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ამერიკულ ხელისუფლებას ვერ ექნება ვერავითარი ობიექტური კრიტიკული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ასევე ცდილობს ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებას ჩინეთთან. ევროკავშირის წარმომადგენლები ძალიან ხშირად საუბრობენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე. ასეთ დროს ისინი პერიოდულად გამოდიან ხოლმე და ჩვენ გვაკრიტიკებენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ნორმალური სტანდარტები, ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს სხვადასხვა ნაბიჯისთვის, სხვადასხვა ქმედებისთვის. მისასალმებელია, რომ ორმა ქვეყანამ, ორი ქვეყნის ხელისუფლებამ შეძლეს ამ მასშტაბს და ამ სიღრმეზე გადაეტანათ, ასე ვთქვათ, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე აეტანათ ეს ურთიერთობები კონკრეტული დღის წესრიგით. ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო და მოსახლეობისთვის სასარგებლო დღის წესრიგით. ასეც არის ყველა ჯანსაღად მოაზროვნე, პატრიოტი, პასუხისგებლიანი პოლიტიკური ძალა, სწორედ ასე უნდა იქცეოდეს დღეს არსებული გამოწვევების თუ შესაძლებლობის ფონზე, უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი. ჩინეთთან იქნება თუ სხვა სახელმწიფოსთან საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილებები. საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა 3 წლის წინ გაფორმდა. გუშინ კი ამ ურთიერთობამ ახალი, ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმა მიიღო.